ჯაქსი манипуляტორია, უგრძნობი და სადისტი, მაგრამ რეალურად ყოველი სასტიკი ხუმრობის უკან საკმაოდ ტრაგიკულ სიმართლეს პოულობთ. და მას შემდეგ რაც გავიგეთ რა გაუკეთა თავის მეგობრებს, ბევრს ჯერა რომ ის თავის ტრაგიკულ დასასრულს იმსახურებდა, მაშინ როცა სხვები სრულიად განადგურებულნი დარჩნენ. მაგრამ ნამდვილად იცი რატო იყო ჯაქსი ესეთი? რა ტრაუმები და ტრაგედიები გადაიტანა, რომ ესეთი ულმობელი გამხდარიყო? მას შემდეგ რაც ჯაქსი გავიცანით, დავინახეთ რომ მას ძალიან საინტერესო თვისებები აქვს. ის სრულიად დანებებულია გამოსავლის პოვნაზე. სხვებს იყენებს დასაცინად, ძალიან ცინიკურია და თითქოს არაფრის მიმართ არ აქვს ემპათია. მაგრამ ის, რასაც ვერავინ ხვდება, არის ის, რომ ჯაქსი თავისი აბსტრაქციის ბოლოს წინანა ფაზაში იმყოფებოდა. რადგან ჯაქსის მიზანი უბრალოდ ჯგუფის მოძალადედ ყოფნა არ იყო, მან ყველაზე სასტიკად გაიგო, რომ თუ არაფერი გაღელვებს, ვერაფერი ჯგდავს. ჯაქსი თავის სასტიკ იუმორს უბრალოდ როგორც თავდაცვის საშუალებას იყენებს და სინამდვილეში ეს მხოლოდ ძალადობა არ არის. მას ბევრი დამანგრეველი გზა აქვს, რომ ბოლოს თვითონ არ დაზარალდეს და დროა თითოეული მათგანი გავაანალიზოთ. დავითვოთ იმ სარკასტული და ცინიკური იუმორით, რომლითაც ჯაქსი სხვებთან ურთიერთობს. როცა კოფმო აბსტრაქციაში ვარდება, ყველა ღელავს, ჯაქსის გარდა. ის საკმაოდ მტკივნეულ კომენტარებსაც კი აკეთებს. მაგალითად ამბობს, რომ კოფმო ახლა ყველაზე კარგადაა. როგორ არის კოსმო? არა. როგორ არის კოფმო? არა, ის შესანიშნავადაა. სინამდვილეში მგონი არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი. უფრო მეტიც, თხოვა რომ ეს გადმოგეცი. ასეთი კომენტარები მხოლოდ ემპათიის ნაკლებობას ასახავს, რასაც ჩვენი იისფერი კურდღელი ცდილობს აჩვენოს. ჩემი კომედიის ნიღაბი დამიმსხვრიეს. აბა-კეი, ნახალბედასთვის თავგადასავალი გვექნება თუ არა? ის იყენებს გენგლის ტანჯვას, რათა აჩვენოს, რომ ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო ცუდად იყოს, ვიდრე უკვე არის და მიუხედავად ამისა, არაფერს უნდა კონდეს მნიშვნელობა. და შემდეგ გვაქვს ნაწილი, სადაც ჯაქსი განზრახ სასტიკია. ის აგდებს პომნის სატვიტოში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისთვის სახალისოა. არ ითვალისწინებს იმას, რომ პომნი ახალია, შეუძლიათ კივილის შეგრძნება და ჯერ კიდევ დაბნეულია იმით, რაც ხდება. ჰეი, იქნებ თხოვილად არ დამიტოვებია, კარი ღია. რა? მეგონა რომ ხარი იყო, რია დატოვე? მოიცადე ერთი წუთით, რა გააკეთე? კარგი, სიამოვნები დაგეხმარეთ. ნახვამდის. ის, ბაი. შეუშვა კამფეტის მონსტრი, მაშინ როცა თავგადასავალი უკვე დასრულებულიო. ჯაქსი ბრუნდება მხოლოდ იმისთვის, რომ გზა დაუთმოს კამფეტის მონსტრს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რამდენად სასიამოვნოა მისთვის ტკივილი და ტანჯვა. და როცა ის პომნისთან წყვილშია, ხშირად კი манипуლირებს, რათა პომნიმ საშიში საზღვრები გადაგვეთოს პომნის აზრის მიუხედავად. მაგრამ ჯაქსის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური თვისება ისაა, რომ მას არც კი აქვს დანაშაულის გრძნობა. ამ სცენები და რამდენიმეში ის არასდროს იხდის ბოდიშს. პირიქით, ის იყენებს შანტაჟს ემოციური კონტროლის საშუალებად. გააკეთე ეს, თორემ რაღაცას შენს ნახატებზე მოუხვები. და ყველა იმ შემთხვევაში, როცა განგლს ატირებს, ისე იქცევა თითქოს მას დახმარებას უწევს. აჩვენებს რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სამყარო და რომ უნდა შეეგუოს ამას. ეს უკავშირდება შემდეგ ქცევას. მუდმივი პროვოკაცია. ჯაკს უყვარს ქაოსის შექმნა, რომელიც სხვებს ანგრევს და არასტაბილურს ხდის. ის ყველას ეწინააღმდეგება და ანადგურებს იმ მცირე იმედსაც, რაც მათ დარჩენიათ. როცა ჯაქსი პომნის ეკითხება მართლა სჯერა თუ არა რომ გენგლი შეიძლება ბედნიერი იყოს, ეს არ გაუკეთებია იმისთვის, რომ გენგლი კიდევ უფრო დაეზიანებინა. ფიქრობ, რომ გენგლი მართლა შეიძლება იყოს ბედნიერი, პომნი? რა? ანუ რასაც არ უნდა აკეთებდეს, მისი კომედიის ნიღაბი ყოველთვის იმტრევა. გონია რომ სუბულთან ერთად ყოფნა ჯადოსნურად გამოასწორებს ამას. მეგონა არ გაწუხებდა რას ფიქრობდნენ სხვები. უბრალოდ არა, რა თქმა უნდა, არ მატარდებს მართალია. ამით ჯაკს უბრალოდ უნდა ენახა, რამდენი ოპტიმიზმი დარჩა პომნის. და ძალიან საინტერესოა, რომ ჯაქსი მუდმივად ძალიან სადისტურად აწკენინებს და ამცირებს რაღაცას და მოგვიანებით აგიხსნით რატო. ბოლოს გვაქვს ის გულგრილობა და უყურადღებობა, რომელსაც ჯაქსი სხვების ტკივილის მიმართ ავლეს. როცა პომნი ცირკში მოდის, ჯაკს საერთოდ არ აინტერესებს, რომ თავი კომფორტულად აგრძნობინოს. ის სარგებლობს პომნის ძლიერი შფოთვით და კიდევ უფრო აძლიერებს ამ განცდას, ეუბნება მას ყველაფერს საშინელს რაც ელოდება. თუ წასვლის გზა იქნებოდა, მგონია რომ უკვე წასულები ვიქნებოდით. ეხლა თქვენ გეკითხებით. მართლა გჯერათ, რომ ჯაქსი სიამოვნებს ამის გაკეთება? მართლა ცუდია ის? მოკლე პასუხი კი არის. კი, ცუდია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე უნდოდა. უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა. მაგრამ მაშინ საიდან გაჩნდა ამდენი ბოროტება? ამის გასარკვევად უნდა გავაანალიზოთ ჯაქსის ციფრულ ცირკში მოსვლა. როცა ის სხვებთან ერთად გაჭედილი არ მოჩნდა, ჯაქსი არ იყო ის ფსიქოპათი კუდღელი, რომელსაც ყველას სძულს.
პირიქით, ის საკმაოდ მგრძნობიარე პერსონაჟი იყო და მეგობრების შეძენა ძალიან ადვილად შეეძლო. იმდენადაც კი რომ შეძლო ძლიერი მეგობრული კავშირის შექმნა კოტმოსა და რიბიტთან ერთად. და საინტერესოა ისიც, რომ რაგათაც ცდილობდა მისი მეგობარი გამხდარიყო, ვინმე ნამდვილად ცუდი ვერ შეძლებს ისეთი განსაკუთრებულის შექმნას, როგორიც ჯაკს ჰქონდა კოტმოსა და რიბიტთან. მათთან მეგობრობა მხოლოდ ერთი ნაწილი იყო იმისა, რომ მან გადაწყვიტა არ იმსახურებს ვინმეს მეგობარი იყოს. და ეს გადაწყვეტილება მან მაშინ მიიღო, როცა გადაწყვიტა რიბიტისთვის თავისი ყველაზე მოწყვლადი მხარე ეჩვენებინა. ჯაკს ნამდვილად საკმაოდ გულწრფელი საუბარი ჰქონდა მასთან. მან აჩვენა თავისი სუსტი წერტილი და ჩვენი კურდულისთვის მოწყვლადობის ჩვენება დიდი შეცდომაა. აქ ხვდებით, რომ ეს არ არის პრობლემის ძირი. ჯაკს ეს იდეა უკვე ჰქონდა, სანამ ციფრულ ცირკში შევიდოდა. ეს მიანიშნებს, რომ რაღაც ძალიან საშინელი უნდა მომხდარიყო, რომ იმედი და ნდობა დაეკარგა კაცობრიობის მიმართ. ჯაქსი საკმაოდ ღრმა პერსონაჟია, რადგან მისი პრობლემები ცირკში არ დაწყებულა. ამ ადგილას ყველაფერი უბრალოდ გამძაფრდა და ასე იჯულებული გახდა აერჩია გზა, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარებოდა გადარჩენაში, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს აუნებდა. და როცა მის ისტორიას გავიგებთ, საბოლოოდ გავიგებთ, რატომ აირჩია ჯაქსმა მონსტრად გადაქცევა. ჩვენი კუდღლის ადამიანურ ისტორიაში ხშირად გვითითებდნენ, რომ ვიღაცა ძალიან ახლობელი მუდმივად დასცინოდა მას. მე-9 ეპიზოდში გავიგეთ, რომ ის ადამიანი, ვინც ჯაკს ასე ძალიან ატკინა, მისი საკუთარი დედა იყო. ზუსტად არ ვიცით რისთვის დასცინოდნენ მას, მაგრამ ის მოგონება, რომლითაც კეინმა აწამა, პასუხი გაგვიმხილა. ხედავთ ჯაკს ძალიან შეშინებულ იატაკზე. მის გარშემო კი უამრავი ჩრდილია, რომლებიც დასცინიან მას. ამ ჩრდილებს შორის შეგვიძლია დავინახოთ ციფრული ცირკის რამდენიმე პერსონაჟი, მაგრამ ასევე ვხედავთ, როგორ ახევს ერთ-ერთი ჩრდილი მას ტანსაცმლის ნაწილს და სრულიად შიშველს ტოვებს. მაგრამ რას ნიშნავდა ეს სინამდვილეში? ეს სცენა მხოლოდ უბრალო შიშზე მეტს ასახავს. ეს არის ნამდვილი პრობლემა, რომელსაც ჯაქსი ებრძვის. და უნდა გვახსოვდეს, რომ თავად გუსვორქსმა მიანიშნა, რომ ჯაქსის პერსონაჟი ტრანსია. ამ იდეის გათვალისწინებით ყველაფერი ბევრად უფრო გასაგები ხდება. კეინის ტანჯოში დაცინვები ასახავს იმ მიუღებლობას, რაც მის დედას აქვს მისი სქესის შესაძლო ცვლილების მიმართ. და როდესაც ჩრდილები მას სრულიად აშიშულებენ, ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ჯაქსი ის არ არის, ვინც ამბობს, რომ არის. და ჯაკს ძალიან ეშინია, რომ სხვები ამას გაიგებენ, რადგან მისმა დედამ ასე მძაფრად რეაგია. და შეიძლება ვერ მიხვდით, რატო დაადო რიბიტმა ჯაკს პაპთა მათი საუბრის შემდეგ და რატო გაწითლდა ჩვენი კურდღელი. იმ ღამით ჯაქსმა ყველაფერი რიბიტს გაუმხილა. სწორედ იქ გაუმხილა მან რიბიტს, ვინ იყო სინამდვილეში. და ჯაქსის თავზე პაპთა უბრალოდ რიბიტის თბილი ჟესტი იყო, რომ ეთქვა, არ ინერვიულო. უკვე ვიცი რაზე ლაპარაკო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჯაკს არ უნდოდა დალოდებოდა, როდის დასცინებდა რიბიტი. ამიტომ ამ საუბარს უმნიშვნელო ტონი მისცა და შემდეგ თქვა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მოგონილი იყო. შენ ამბობ, მოგატყვე, ხომ იცოდი არა? ყველაფერი ვატპადზე ერთხელ წაკითხული პამპიკიდან მოვიგონე. არა, მართო დაიჯერე. აბა, ვინ არის სინამდვილეში ჯაქსი? ჯაქსი არის 25 წლის ბიჭი სახელად ლეროი მატეო. რაც ახლა ვიცით, ის გაიზარდა იმ სხეულში გამომტყუდებულმა, რომელშიც თავს კომფორტულად არ გრძნობდა. როცა გადაწყვიტა, დედასთან გულწრფელი ყოფილიყო და ეთქვა რა ხდებოდა, დედამ უბრალოდ დასცინა. როგორ შეიძლებოდა მის შვილს გოგოდ გადაქცევა უნდოდა. მისი იდენტობის შესახებ მუდმივმა დაცინვამ მასში სხვების მიმართ სრული უარყოფა გამოიწვია. რადგან მოდი ვთქვათ, ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად უნდა გიჭერდეს მხარს, იმედგაცრუებული დატოვა და დაუცველი გახადა. ეს ის მომენტია, როცა ლეროი გადაწყვეტს, რომ აღარასდროს ენდოს ვინმეს ან მოუყვეს რა ხდება მასთან. მაგრამ რადგან აღარ შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო, საბოლოოდ თავისი სიძულვილი და იმედგაცრუება ერთადერთ ადამიანზე გადაამისამართა, ვინც მის ბრას კვებავდა, მის დედაზე. და ასე ერთ დღეს მან დედა ისე ძლიერ უბიძგა, რომ ქალი უგონოდ დაეცა იატაკზე, რის გამოც ჯაკს რაც შეიძლება სწრაფად მოუწია გაქცევა. როცა ლეროი ცირკში მივიდა, ეხლა უკვე როგორც ჯაქსი, მას უკვე ბევრი მოუგვარებელი პრობლემა ჰქონდა. ვინ იყო თავად არ იცოდა. სხვებისგან გაუგებრობა, იდენტობასთან ბრძოლა და ყველას მიმართ უნდობლობა. ალბათ როცა მივიდა, იმედი ჰქონდა, რომ იქ ყველაფერი სხვანაირი იქნებოდა. ცდილობდა შეგუებას, დამეგობრდა რიბიტთან და კოპმოსთან და ყველაფერი თითქოს მშვენივრად მიდიოდა. მაგრამ ჯაკს არასოდეს ეგონა, რომ ვიღაცა ძალიან ახლობელი მისით იმაზე მეტად დაინტერესდებოდა, ვიდრე უნდა. საქმე ისაა, რომ რიბიტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაუნდობელი ჯაქსის ჩამოყალიბებაში. რიბიტი ჯაქსის მიმართ გრძნობები გაუჩნდა.
და ეს ჩვენი კურდლისთვის მიუღებელი იყო, რადგან მან თვითონაც კი ვერ შეძლო საკუთარ თავში გარკვევა, მიღება და მით უმეტეს სიყვარული. ამიტომ თუ ის საკუთარ თავს არ უყვარდა, როგორ შეძლებდა სხვას შეყვარებას? და სწორედ რიბიტის ინტერესი იყო ის, რამაც ჯაქსი ისევ თავდაყირა დააყენა. ის ასეთი სიღრმისათვის მზად არ იყო. ყველაფერი ძალიან შორს წავიდა იმ ღამეს, როცა მან რიბიტს გამოუთხდა, ვინი ოსინამდვილეში და რა საშინელება გაუკეთა თავის დედას. დიდი შეცდომა, ან ასე მაინც ფიქრობდა ბოლოს, როცა ჯერ კიდევ ადამიანი იყო, ციფრულ ცირკამდე. იმ მომენტში ჯაქსი ელოდა, რომ რიბიტი დასცინებდა, ზუსტად ისე როგორც სხვები მის ადამიანურ ცხოვრებაში. მან ვერ გაიგო, რომ რიბიტი უბრალოდ როგორც კარგი მეგობარი ისე იქცეოდა და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მას დაიცავდა, მაგრამ მთლიანად შეცვლიდა ორივეს ბედს. აი ეს ის ნაწილია, რის გამოც ყველა ჯაქსს სძულს. იმ საუბრის შემდეგ ჯაქსი გულგრილად და ცივად მოქცევა დაიწყო თავის მეგობარ რიბიტთან, მხოლოდ იმისთვის, რომ რიბიტს აღარ დაესვა მისთვის კითხვები, რომ აღარაფერი ეთქვა საკუთარ თავს. მას უხეშად ეხუმრებოდა, სარკასტულად პასუხობდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ რიბიტთან ამ თემაზე აღარ ესაუბრა. ამან რიბიტში დიდი დაბნეულობა გამოიწვია, ჯაქსმა კი ეს შენიშნა და ამ მოწყვლადობით ისარგებლა და რიბიტი აბსტრაქციისკენ უბიძგა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჯაქსი ყოველთვის აცნობიერებდა, რომ რიბიტს შეეძლო აბსტრაქციაში გადასვლა იმის გამო, თუ რამდენად უხეშად და მტკივნეულად ექცეოდა მას, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ის განუწყვეტლივ ყველდან გარიყავდა, სანამ რიბიტმა ვეღარ გაუძლო ამდენ ფსიქოლოგიურ ტკივილს და საბოლოოდ გათხოვდა. ეს იყო ის მომენტი, როცა კარგი ჯაქსი ოფიციალურად მოკვდა და ის ამას აცნობიერებდა. აქ დაიბადა ჯაქსის ფილოსოფია. თუ შენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, ვერაფერი გაგტეხს. მან გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რიუტისთვის და როგორ დასრულდა ყველაფერი. ამ მიზეზით მას არ შეეძლო მეგობრობა არავისთან, არ შეეძლო ვინმე შეეყვარებინა. ამიტომ გადაწყვიტა, ისე მოქცეულ იყო, თითქოს არაფერი ჰქონდა მნიშვნელობა. ის ციფრულ სამყაროში იყო. არც კი იცოდა რეალურები იყვნენ თუ არა ისინი, ან იყო თუ არა გამოსავალი. მაშ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ყველასთვის ტკივილის მიყენებას და გართობას, თუ შედეგები არ არსებობდა. და ეს მეგობრებო საკმაოდ საშიში აზროვნებაა, რადგან იმ წამს, როცა ჯაქსმა ასე ფიქრი გადაწყვიტა, საზღვრები აღარ არსებობს. აი ამიტომ გადაწყვიტა მან ამის შემდეგ სხვებზე კონტროლის აღება, მათ მანიპულირება, დაცინვა, სისასტიკე და ყველასგან სულ უფრო მეტად დაშორება. სანამ არ დადგა კოფმოს აბსტრაქციის დღე. ეს დანაკარგი ბოლო ბიძგი იყო, რომ ჯაქსი თვითონ გამხდარიყო შემდეგი. და გახსოვთ გითხარით, რომ ჯაქსი ერთადერთი იყო, ვისაც თითქოს არ ადარდებდა ეს სიტუაცია. რიბიტი უბრალოდ თავდაცვის მექანიზმი იყო. ჯაქსს მოუწია ამის იგნორირება, რომ ტკივილი ნაკლები ყოფილიყო და არ ეტარებინა ეს სინანული, როგორც რივეტის შემთხვევაში. რადგან გახსოვდეთ, თუ არაფერი მნიშვნელოვანია, არაფერი დაგანგრევს. მაშინ ჯაქსმა დაიწყო ყველაფერზე ჯავრის ამოღრა. განგლეზე განსაკუთრებით სიამოვნებდა მისი ემოციურად სუსტი მდგომარეობის ნახვა და კიდევ უფრო დამსხვრევა. რადგან განგლე ჯაქსისთვის იყო პირადი შეხსენება იმისა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ამიტომაც ასე სძულდა იგი. რაგათასთან საქმეები სხვანაირად იყო. მან არაერთხელ სცადა ჯაქსთან დაახლოება და საუბარი, მაგრამ რიბიტთან მომხდარის შემდეგ მასთან დამეგობრება შეუძლებელი იქნებოდა. რაგათა წარმოადგენს ყველაფერს, რასაც ჯაქსი არ უნდა აღიაროს. რადგან რაგათა ზრუნავს ხვებზე, ცდილობს რომ ყველა ერთად იყოს და კარგად გაუგონ ერთმანეთს, მაგრამ ეს ჯაქსის თავში არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს და მით უმეტეს ვერასდროს მიიღებს ამას. რადგან თუ ჯაქსი ამას მიიღებს, მას ასევე მოუწევს ტკივილისა და ყველა თავისი ემოციური პრობლემის მიღებაც. მოუწევს აღიაროს, რომ გაანადგურა რიბიტი, კოფმო და საკუთარი თავიც. ამიტომ, როცა პომნი ცირკში მივიდა, ჯაქსმა ის დაინახა როგორც ახალი გზა საკუთარი რეალობისგან გაქცევისათვის. ზუსტად ისე, როგორც სხვებთან აკეთებდა. მაგრამ ჯაქსი არ ელოდა, რომ პომნი ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად გამძლე პერსონაჟი იქნებოდა. ეს მან მაშინვე გაიგო, როგორც კი პომნი ცირკში გამოჩნდა. მან არაერთხელ გამოსცადა პომნი მისასალმებელი თავგადასავლის განმავლობაში, მაგრამ პომნი ისეთი რეაქტიული არ იყო, როგორც სხვა პერსონაჟები. მასზე ჩვენი კუდრულის კომენტარები ისე ძლიერ არ მოქმედებდა, როგორც რაგათაზე, გენგლზე ან თუნდაც ზუბლზე. პომნისა და ჯაქსის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ერთ-ერთი ყველაზე რეალური იყო ცირკში. პომნი მაინც აგრძელებდა ჯაქსთან დაახლოებას, მიუხედავად მისი გულგრილობისა. ის დაჟინებით ცდილობდა და არასდროს დანებებულა. მაშინაც კი როცა ისინი წყვილი გახდნენ, ჯაქსმა შეძლო დაენახა, რომ პომნისთან ერთად მაინც შეეძლო გართობა და საკუთარ თავად ყოფნა.
მაგრამ როგორც ვნახეთ მისი წინა ურთიერთობებიდან, ეს მისთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო. ამიტომაც პომნისაც ზუსტად ის გაუკეთა, რაც რიბიც გაუკეთა. მან პომნი დაამცირა და თავი სულელად აგრძნობინა იმის გამო, რომ მეგობრობა შესთავაზა. განსხვავება რიბიტთან ის იყო, რომ პომნი მას წინააღმდეგობა გაუწია და თავისი სიმართლეც უთხრა. მათი კამათის დროს ჯაქსი სრულიად განიარაღებული დარჩა და ყველაზე რეალური რაც თქვა იყო. მე სხვა არაფერი ვარ. ასე რომ ეხლა შეწყვიტე ძებნა. პომნი მართლა იმედოვნებდა, რომ შეეძლო მისი გადარჩენა და სამწუხაროა, რომ ის ძალიან გვიან მივიდა. ჯაქსმა უკვე მიიღო თავისი გადაწყვეტილება იმ ღამით, როცა რიბიც ესაუბრა. ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო, როდის დაიწყებდა აბსტრაქციას. თელი ეს სინანული ჯაკს ისევ პომნის გამო დაუბრუნდა. ის შეიძლებოდა რიბიტი ყოფილიყო. ამიტომაც ეუბნება ჯაქსი, რომ ყველაფერი უკეთესი იყო მანამდე, სანამ ის და ზუბლი მოვიდოდნენ. ჯაკს არასდროს უნდა ეღიარებინა, რომ რიბიტითაც იყო დაინტერესებული. და შემდეგ უარესი ისაა, რომ მან ამას არასდროს უთხრა და ბოდიშის მოხდაც ვერ შეძლო. და როცა ყველა იწყებს კითხვის დასმას გასასვლელს ლოძზე და კინგერთან რაც შეიძლება მეტის გარკვევას, ჯაქსი ასე რეაგირებს, რადგან ის თავის ერთადერთ უსაფრთხო ადგილს კარგავს. ანუ გარდა იმისა, რომ უკვე განცდილი ყველა ტრაგიკული მომენტი ტვირთად აწევს, ახლა კიდე უნდა ებრძოლოს იმ აზრს, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ და სინამდვილეში არაფერი აქვს მნიშვნელობა. ეს საკმაოდ წინააღმდეგობრივი რამაა, რადგან ჯაქსი ყოველთვის ერთგული იყო თავისი ფილოსოფიის, ამიტომაც იყო ის ისეთი, როგორც იყო. მაგრამ სინამდვილეში კი ჰქონდა მნიშვნელობა და ნამდვილად დგენდნენ. ამ ეტაპზე ჯაქსის მსგავსად საკმაოდ არეულმა გონებამ ჩიხში შეაღწია, რაც საბოლოოდ ორმაგ ციხედ ექცევა მისთვის. და ეხლა რა იყო მისი ერთადერთი გამოსავალი? ზუსტად აბსტრაქციაში გადასვა. მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ვერც საკუთარ გონებაში გახდა თავისუფალი. და პომნი მასწავლა, რომ კი მართალია არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა და აზრი, მაგრამ მთელი ის დრო რაც იქ იყო გაჭედილი, შეეძლოთ გამოეტენებინათ ისე, რომ ყველაფერს აზრი ჰქონოდა. და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შეგვიძლია გავიგოთ ყველა იმ ჯაქსის მნიშვნელობა, რომელსაც მის გონებაში ვხედავთ. როცა პომნი ჯაქსის თავში შედის, იქ ნამდვილი ჯაქსი არ ხვდება. ის პოულობს ძალიან ბევრ ჯაქსს და ესენი არ არიან სხვადასხვა პიროვნებები ან ასლები. ესენი ნიღბებია, რომლებიც გამოიყენა იმისთვის, რომ თავი მოეჩვენებინა, თითქოს არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. პოულობთ დამცინავს, სასტიკს, პროვოკატორს, იმას, ვინც თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი ადარდებს. მაგრამ ასევე უპოულობთ ჯაკს ბორკილებით, რომელიც წარმოადგენდა იმ გრძნობიარე და დაუცველ ნაწილს, რომლის ჩვენებაც ჯაკს არ სურდა. პიანინო მის გრძნობებს წარმოადგენს. ის თავისი გრძნობების თქვა იყო. ქალი ჯაქსი მხოლოდ ცინიკურ და სარკასტულ მხარეს წარმოადგენს, რომელიც საკუთარ თავს დასცინის. და ჯაქსმა იმდენი ვერსია გამოიყენა საკუთარი თავისგან, რომ ცირკში გადარჩენილიყო, ბოლოს დაიკარგა. ასე ვხედავთ დარღვეული და ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი გონების დასასრულს. არავინ იცოდა როგორ მიახლოებოდა ჯაკს მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი გადარჩენა. პომნი მოვიდა, მაგრამ ჯაქსისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. ჩვენი კურდღელი აყოფილა ფსიქოპათი, როგორც ბევრი ფიქრობს. თუ ასე არ იქნებოდა, ისტორია სრულიად სხვანაირი იქნებოდა. მაგრამ მითხარით, თქვენ რას ფიქრობთ ჯაქსზე? ამის შემდეგ გგონიათ, რომ მან დაიმსახურა ასეთი დასასრული? თუ შეგეძლოთ მას მეორე შანსს მისცემდით,